მოგესალმებით ჩვენი უფლისი იესო ქრისტეს სახელით, დებო და ძმებო. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ მოვუსმინოთ მუსიკას, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რომ განვადიდოთ უფალი. 151 ფსალმში დაწერილია, მოდი წავიკითხოთ 151 ფსალმი. ალილუია! ადიდეთ ღმერთი თავის საწმინდარში. ადიდეთ იგი მისი ძლიერების ყარში. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით. ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. ადიდეთ იგი ბუკის ცემით. ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. ადიდეთ იგი დაფით და როკვით. ადიდეთ იგი ებნით და სტვირით. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით. ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. ყოველმა სულგუნმა ადიდოს უფალი. ალელუია. ეს არის ღმერთის სიტყვა. და ღმერთის სიტყვა გვასწავლის, რომ ყველა საშუალებებით, რითაც არის შესაძლებლობა, ადიდეთ უფალი. და ჩვენ გვაქვს დღეს შესაძლებლობა, აი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც არის გიტარა, იმით განდიდდეს ამ ადგილას ჩვენი უფალი და ჩვენი ღმერთი. და მანამ სანამ ჩვენ მოვუსმენთ ამ მუსიკას, მოდი ახლა წამოვდგეთ ფეხზე და უფალს პირველში მადლობა გადავუხადოთ, რომ ამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ვთხოვოთ, რომ მან წარმართოს მისი ნებისამებრ ეს შეკრება. უფალმა იესომ თქვა, სადაც ჩემი სახელით შეიკრიბებით 2 ან 3, მე იქ ვარ თქვენს შორის. ჩვენი უფალი იესო ქრისტე ცოცხალი არის. დიდებულო, ჩვენო ზეცირო მამაო, უფლის შენიცის იესოს სახელით მოვდივართ შენი მადლის ტახტთან და მადლობას გეუბნებით ამ ადგილიდან, რომ შეხარ ჩვენი მამა და შეხარ ჩვენი ღმერთი და შემოგვიყვანე დღევანდელ დღემდე და შენგან გვაქვს ეს მადლი ქრისტეს მეშვეობით, რომ შევიკრიბოთ აი ამ ადგილას შენმა გამოსყიდულმა ერმა და როგორც შენი სიტყვა ამბობს, განკადიდოთ შენ, ვიყოთ შენს თანდასწრებაში, ვიყოთ შენთან მოზიარობაში და ურთიერთობაში. ჩვენ გთხოვთ, რომ ეს ჩვენი შეხვედრა, ეს შეკრება, შენი სული წმინდით წარიმართოს, შენი სახელის ასამაღლებლად და განსადიდებლად. და განდიდეს ამ ადგილას ჩვენი უფალი იესო. უფალო, აკურთხე ჩვენი სტუმრები, აკურთხე ის ინსტრუმენტი, რომლითაც დაუკრავს ჩვენი სტუმარი და განკადიდებს შენ. აკურთხე მსმენელთა გულები და ყველაფერში ამ ადგილას შენ კონდეს დიდება ერთ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას და ყველამ თქვას ამინ. მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ძმა კოტეს ვთხოვ და წარადგინოს ჩვენი სტუმარი. მადლობა გენადი. მოგესალმებით მეც. ჩემი სახელია კოტე ბარბაკაძე, ზოგი მიცნობთ ალბათ, ზოგი ვერ მიცნობთ თბილისის ეკლესიიდან. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ვარლამს, ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს თქვენი ეკლესია, ძალიან და მინდოდა რომ დღეს ეს შესაძლებლობა რომ ამ საოცარი კაცისთვის მოგესმინათ, თქვენს გქონოდათ და ვინც მოხვედით, თქვენ ნახავთ არ წააგებთ ძალიან ასიამოვნებით დარჩებით. ამიტომ გთხოვთ რომ მეოთხე შეხვედრას ვატარებთ სხვადასხვა ეკლესიებში. მისი სახელია როდრიგო როდრიგესი ეკვადორიდან და ახლა ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და წარდგება თქვენს წინაშე თარჯიმანი გახლავთ გიორგი ფიროსმანაშვილი. მადლობთ წინასწარ. Good evening. საღამოშვიდობის. It's a great honor to be here tonight. დიდი პატივია ჩემთვის თქვენ შორის ყოფნა. It's my first time in this beautiful country of Georgia. საქართველოში თქვენს ლამაზ ქვეყანაში ვარ პირველად I always want to come. და ყოველთვის მინდა რომ ჩამოვიდე. I love your culture შემიყვარდა თქვენი კულტურა and the people and the story of your country. და თქვენი ხალხი შემიყვარდა და თქვენი ქვეყნის ისტორია.
I'm sorry I don't speak Georgian. ბოდის გიხდით რომ თქვენი ენა არ ვიცი. What is the reason I am here today? რა არის მიზეზი იმისა რომ მე ვარ თქვენ შორის? I came from South Carolina, United States. ჩამოვედი შტატებიდან, სამხრეთ კაროლინადან. I've been here for a week ერთი კვირა აქ ვარ. playing different churches. სხვადასხვა ეკლესიებში ვუკრავ What is the reason why I'm here? და რატომ ვარ აქ? I came to share with you my story. ჩამოვედი რომ გაგიზიაროთ ჩემი ისტორია I came to share my music. და ჩემი მუსიკა. So I want to thank you tonight for being here. იმიტომ მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ დღეს ხართ აქ. I want to thank you to the pastor. Thank you for having me here. მადლობა ამ წყემს რომ Thank you to მიმიღეთ. Konstantin. მადლობა ჩვენ ძმა კოტეს. And thank you to George that has been translating for me. მადლობა გიორგის რომელიც თარგმნის ჩემთვის. I was born in Quito, Ecuador, South America. მე დავიბადე სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორში, კიტოში. Ecuador is a very small country, beautiful country, ეკვადორი არის პატარა, მაგრამ ლამაზი ქვეყანა. right in the Andes, in the mountains. ანდების მთები გაგიგიათ, ხო? აი იქ მდებარეობს. I started my music career when I was 9 years old. 9 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე მუსიკალური კარიერა. My uncle is a famous guitar player in South America. ბიძა ჩემი სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ ცნობილი გიტარისტია. And when I was 9 years old, he came to play the guitar in my home. მე 9 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენთან სახლში მოვიდა და დაიწყო გიტარაზე დაკვრა. After listening the beautiful sound of the guitar, როდესაც მოვისმინე გიტარის ულამაზესი ხმა, I fall in love with the guitar. მაშინვე შემიყვარდა. When I was 9 years old, და როცა 9 წლის ვიყავი, I knew what I was going to do the rest of my life. მაშინვე მივხვდი რა უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება. I pursued a career for many years. და მრავალი წლის განმავლობაში გავყევი ამ კარიერას. I recorded my first LP when I was 12 years old. 12 წლის ვიყავი ჯერ კიდევ, როდესაც ჩავწერე ჩემი პირველი ჩანაწერი, CD. Travel all around different countries in the world. და უკვე მოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოში. But I have to confess to you that was always a sense of loneliness and not accomplishment in my life. მაგრამ მინდა ისიც ვაღიარო, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ კარიერაში არასდროს არ მიგზნია თავი, რომ რაღაცას მივახციე, სულ ვიყავი მარტოსული და ცარიელი. And it's because God created music. ეს კი იმიტომ, რომ ღმერთმა შექმნა მუსიკა God created music for his own pleasure and for his own purposes. და მიზანი ამ მუსიკის შექმნისა, რომ ღმერთმა შექმნა, იყო რომ თვითონ ისიამოვნოს და მისი სახელი განადიდოს მუსიკამ. But I didn't know God. მაგრამ მე ღმერთს არ ვიცნობდი. My family used to go 2 times in the year to church. ჩემი ოჯახი ეკლესიაში წელიწადში მხოლოდ ორჯერ დადიოდა. Christmas and Easter. შობაზე და აღდგომაზე. So guitar used to be my God. ამიტომ ჩემი ღმერთი იყო გიტარა. My career used to be my God. ჩემი კარიერა იყო ჩემი ღმერთი. I moved to United States of America 39 years ago from Ecuador ეკვადორიდან შტატებში გადავედი 39 წლის წინ. to teach guitar in a university in Texas. მიზანი იყო რომ ტეხასის უნივერსიტეტში მესწავლებინა გიტარა. And my agent in charge of my music business, და აგენტი, რომელიც ჩემი მუსიკალურ კარიერას უძღვებოდა, he is the first person that was speaking to me about the love of God. იყო პირველი ადამიანი, ვინც კი ღმერთის სიყვარულის შესახებ მაუწყა. About his amazing grace. ღმერთის საოცარი მადლის შესახებ. And I didn't want to hear it. და თავიდან ამის მოსმენა არ მინდოდა. I told him, no, thank you. This is my God. ვეუბნებოდი, არა, მადლობა, ჩემი ღმერთი გიტარაა. And my birthday, he gave me a Bible as a gift. ჩემს დაბადების დღეზე საჩუქრად მომიტანა ბიბლია. And I told him, listen, you need to stop to telling me about God because I don't want to hear it. მე ვუთხარი, შეწყვიტე ღმერთზე ჩემთან საუბარი, აღარ მინდა მოსმენა. And he said, if you go with me one time to church, და მითხრა რომ ერთხელ თუ წამოხვალ ჩემთან ეკლესიაში, I will stop telling you if you don't want to hear it. მაშინ შევწყვეტ შენთან ღმერთზე საუბარს თუ მოსმენა აღარ გინდა. 32 years ago, ასე რომ 32 წლის წინ I went to church. წავედი ეკლესიაში. And the first thing that the teacher of the preacher says და პირველი რაც თქვა ჩვენმა მოძღვარმა, is Matthew 16:26. მათეს 16:26-ია. For what a profit is for a man to gain all this world if he lose his own soul. რა სარგებელი არის ადამიანისთვის შეეძინოს მთელი ქვეყნიერება, მაგრამ დაკარგოს თავისი სული. 32 years ago,
32 წლის წინ from my heart, ჩემი გულიდან I said in that church, აღმოვთქვი იმ ეკლესიაში. Jesus, come in my life. იესო შემოდი ჩემს ცხოვრებაში. I need you. ჭირდები. I need for you to teach me how to trust in you. მინდა მასწავლო როგორ მოგენდო შენ. I need for you to make you plans for me. მინდა რომ შენ დაგეგმო ჩემი ცხოვრება. Because my plans are not good plans. იმიტომ რომ ჩემი გეგმები კარგი არ იყო. But your plans are perfect. მაგრამ შენი გეგმები ღმერთო კარგია. And I accept Jesus in my heart. და გულში მივიღე იესო. And he transformed my life forever. და მან სრულიად გარდაქმნა ჩემი ცხოვრება. And I offer my gift to him, this guitar. და ჩემი ნიჭი და გიტარაზე დაკვრა ღმერთს მივუძღვენი. I said, Lord, უთხარი, უფალო, I want to give you back. მე შენ გიძღვნი Please let me use it in your kingdom ამ ინსტრუმენტს და მინდა ამერიდან შენი სამეფოსთვის გამოვიყენო, to glorify your holy name. რომ განვადიდო შენი წმინდა სახელი. I'm going to play a beautiful song. ლამაზი ნაწარმოები მინდა რომ შევასრულო The name of the song is Amazing Grace. და ამ ნაწარმოებს ქვია საოცარი მადლი. Not just grace, ეს არ არის უბრალოდ მადლი. an amazing grace because come from our Creator for us. ეს არის გასაოცარი მადლი, რომელიც ჩვენთან მოდის ჩვენი შემოქმედისაგან. This song was written by a man from England. ეს ნაწარმოები დაწერა ერთმა კაცმა ინგლისიდან, His name is John Newton. ჯონ ნიუტონი. John Newton used to be the commander of a ship. ჯონ ნიუტონი იყო ხომალდის მეთაური See, he used to be a slave trader. და როდესაც ის ცხოვრობდა, ის ეწეოდა მონად ვაჭრობას. So his job was to go to Africa, ასე რომ ჩადიოდა ხოლმე აფრიკაში, make slaves in Africa, დაიმონებდა ხალხს, put it in the ship, აიყვანდა ხომალდზე, and bring it to America and sell them. წამოიყვანდა ამერიკაში და გაყიდიდა. And one of the trips ერთ-ერთი მოგზაურობის დროს was a big storm. ძალიან დიდი შტორმი ამოვარდა He feared for his life. და შეეშინდა რომ მოკვდებოდა. He thought he's going to die. იფიქრა რომ მართლა მოკვდებიო. And in the middle of the storm, ამ შტორმის შუაგულში he said, God, შეღაღადა ღმერთს, please ღმერთო, save me. გადამარჩინე. I don't want to die. არ მინდა რომ მოკვდე. And indeed, God saved him. და ნამდვილად გადაარჩინა ღმერთმა. And he became a servant of God. და მას შემდეგ ის გახდა ღმერთის მსახური. And he wrote this beautiful song, Amazing Grace. და დაწერა ასეთი ნაწარმოები, სიმღერა, რომელსაც ქვია გასაოცარი მადლი. It's so interesting that sometimes we wait for storms in our lives to understand the necessity to accept God. საინტერესოა ზოგჯერ ჩვენც ველოდებით ხოლმე შტორმის დადგომას ცხოვრებაში, რომ გავიაზროთ, რომ გვჭირდება უფალი.
Thank you. მადლობა. I would love to talk to you about the Great Commission. მინდა გესაუბროთ დიად დავალებაზე. In Mark 16, Jesus told to the apostles the last instruction before he went to heaven. მარკოზის მე-16 თავში იესო ბოლო დავალებას აძლევს თავის მოწაფეებს სანამ ამაღლდება. Jesus said to the apostles, go into the world, sharing the good news of salvation. იესო ეუბნება, წადით თელს ქვეყნიერებაზე და იქადაგეთ სახარება, ყველა ქმნილებას უქადაგეთ. That was not a suggestion from the Lord, that was a command. ეს არ იყო უფლის მხრიდან შემოთავაზება, ეს იყო პირდაპირი ბრძანება. And that's what I do. ამიტომაც ამას ვაკეთებ მე. I do with the guitar. გიტარის მეშვეობით. I've been in 29 countries in the world 29 ქვეყანაში ვარ ნამყოფი მსოფლიოში. to share the good news of the salvation. იმისთვის რომ გავაზიარო ხსნის კეთილი უწყება. I'm going in Friday to Russia. პარასკევს რუსეთში მივდივარ. I will be playing 6 concerts there. იქ 6 კონცერტი უნდა ჩავატარო. Not to entertain people, არა იმისათვის რომ გავართო ადამიანები, to share through the music that Jesus is Lord. არამედ მუსიკის მეშვეობით რომ გავუზიარო, რომ იესო არის უფალი. One of my favorite sports is soccer. ერთ-ერთი საყვარელი სპორტი ჩემთვის არის ფეხბურთი. It's 2 elements in the field, და მოედანზე ჩვენ ვხედავთ ორ ელემენტს. the player მოთამაშე and the spectator. და მაყურებელი. The job of the player is playing the game, მოთამაშის დავალება არის რომ ითამაშოს თამაში, and the ფეხბურთი spectator just watching. და მაყურებლები უყურებენ. I don't want to be a spectator. მე არ მინდა რომ მაყურებელი ვიყო. I want to be playing the game. მე მინდა რომ თამაშს თამაშობდე. God is using my music to share the gospel. და ამიტომაც ღმერთი იყენებს ჩემს მუსიკას რომ გავაზიარო სახარება. We cannot be quiet. არ უნდა გავჩუმდეთ. Jesus is coming soon to pick up his church. იესო მალე დაბრუნდება რომ წაიყვანოს თავისი ეკლესია. God gave you your own gifts. შენი ნიჭი მოგცა ღმერთმა. You don't have to be a musician. აუცილებელი არ არის შენც მუსიკოსი იყო. You don't have to be a guitar player. არც გიტარისტი. God can use your life შენი ცხოვრების გამოყენებაც შეუძლია ღმერთს in his amazing kingdom. თავისი საოცარი სამეფოსთვის. God is not interested in your ability, he is interested in your availability. ღმერთი იმდენად არ არის დაინტერესებული იმით თუ რა შეგიძლია, ვიდრე იმით თუ ხარ ხელმისაწვდომი მისთვის რომ გამოგიყენოს. I never went to seminary myself, მე თვითონ სემინარიაში არ მივლია, but I know in the deep of my heart, მაგრამ ვიცი ჩემს გულში ღრმად. John 3:16, იოანეს 3:16. for God so loved the world that he gave his only begotten son, but whoever believes in him will be saved. ისე ძლიერ შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყველა, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. And I believe in that. და მე ამის მწამს. And that gave me the Holy Spirit the power to open my mouth. და ღმერთმა მომცა თავისი სულიწმინდა და ძალა მისი, რომ გავხსნა ჩემი ბაგეები. So tonight, ასე რომ ამ საღამოს I encourage you მინდა გაგამხნევოთ. to ask the Lord, სთხოვეთ უფალს. Lord, use my life also. ღმერთო, ჩემი ცხოვრებაც გამოიყენე. There's so many thousands of people in this country that don't know the Lord. მრავალი 1000 ადამიანი ამ ქვეყანაში არ იცნობს ღმერთს. They know about religion, იციან რელიგიის შესახებ, but they don't know about relationship. მაგრამ ურთიერთობა არ იციან. Ask the Lord to give you the boldness to speak up that you are his child. სთხოვეთ ღმერთს, რომ მოგცეთ გაბედულება, რომ თამამად ისაუბროთ, რომ თქვენ ხართ ღმერთის შვილი. The Bible said that you are an ambassador. ბიბლიაში წერია, რომ ჩვენ ვართ ელჩები. I am an ambassador. მე ვარ ელჩი. What an honor for me to be working for the King of Kings. რა დიდი პატივია ჩემთვის, რომ მეფეთა მეფისთვის ვიშრომო. So ask him tonight and be available and he will use your life.
ამიტომ ილოცეთ და სთხოვეთ ღმერთს, რომ უფალო მე ხელმისაწვდომი ვარ და გამომიყენე. I'm going to play another song now. კიდევ ერთი კომპოზიცია უნდა შეგისრულოთ. The name of the song is What a Friend I Have in Jesus. რომელსაც ქვია როგორი მეგობარი მყავს იესოს სახით. I don't know about you, but a lot of my friends fail me. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეგობრები ხშირად იმედს მიცრუებენ. And I'm sure I fail them too. რა თქმა უნდა, მეც ვუცრუებ ხოლმე იმედს მათ. But the Lord Jesus never going to fail you მაგრამ იესო იმედს არასოდეს გაგიცრუებს. because his love is so perfect. იმიტომ რომ მისი სიყვარული სრულყოფილია. Dear friends, ძვირფასო მეგობრებო, the weather will change. შეიცვლება ამინდი, The economy will change. ეკონომიკა შეიცვლება, People will change. ადამიანებიც შეიცვლებიან, Presidents will change. პრეზიდენტებიც იცვლებიან, But God never changed. მაგრამ ღმერთი არ იცვლება. He's the same yesterday, today, and tomorrow. ის იგივეა გუშინ, დღეს და ხვალ. And in just in him I put all my trust. ამიტომაც მე ქრისტეში მაქვს სრული ნდობა. What a friend I have in Jesus. როგორი მეგობარი მყავს იესოს სახით.
a friend I have in Jesus. რა საოცარი მეგობარი ყავს იესოს სახით. John 15 said, Jesus, you are my friend. He said, we are his friends. იოანეს მე-15 თავში წერია იესომ გვიწოდა მეგობრები. I can understand how the King of Kings call you his friend. მე არ მესმის ბოლომდე როგორ შეუძლია მეფეთა მეფეს მე და შენ გვიწოდოს მეგობრები. I've been working in full-time ministry for the Lord for the last 25 years of my life. ჩემი ცხოვრების ბოლო 25 წელია უფალს მივუძღვენი სრულად ჩემი დრო და მსახურება. I go to wherever the Lord opened the door. სადაც უფალი ხსნის კარს, ყველგან მივდივარ. I've been playing for 30,000 people, or I play for 2 people. 30,000 ადამიანის წინაშე დამიკრავს და 2 ადამიანის წინაშეც დამიკრავს. Because I know Jesus is in the first row. იმიტომ რომ ვიცი, რომ იესომ მომიწოდა. Sometimes I go to maximum security prisons. ზოგჯერ ისიც მომიწია, რომ უმაღლესი დაცვის ქვეშ მყოფ ციხეებში შევსულიყავ. Very scary places. ძალიან საშიში ადგილებში. 8 years ago, 8 წლის წინ a lady from Cincinnati, Ohio, ოჰაიოდან, სინსინარიდან ერთმა ქალბატონმა texted me on my phone. მომწერა ტელეფონზე. And she said, Mr. Rodriguez, და მეუბნება ბატონო როდრიგეს, I don't know you. მე თქვენ არ გიცნობთ. You don't know me neither. არც თქვენ არ მიცნობთ. But somebody gave to my son Corey one of your CDs. მაგრამ ვიღაცამ ჩემს ბიჭს კორის მისცა თქვენი CD. My son Corey is a guitar player. ისიც თქვენსავით გიტარისტია He's 16 years old, და 16 წლის არის. but he's very sick. მაგრამ ის ძალიან ავადაა. He's with bone cancer. მას აქვს ძვლის კიბო He's in big pain. და ძლიერ ტკივილებშია. He loves your music. თქვენი მუსიკა უყვარს. Would you come to play the guitar for my son Corey? შეძლებთ რომ მოხვიდეთ და დაუკრათ ჩემი ვაჟისთვის კორისთვის. And I said, yes, I would love to do that. მე ვუთხარი დიდი სიამოვნებით. So I flew from South Carolina to Cincinnati, სამხრეთ კაროლინიდან წავედი სინსინარიში and I met Corey. და შევხვდი კორის. He was very skinny. ძალიან გამხდარი იყო უკვე. He was with tumors all over his little body. მის პატარა სხეულში უკვე თითქმის ყველგან იყო გავრცელებული მეტასტაზები. So he was very happy to see me. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა. I played for him 45 minutes. 45 წუთის განმავლობაში ვუკრავდი მისთვის. It was very painful for me to play for him და ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მისთვის because he დაკვრა. was in big pain. იმიტომ რომ თვითონ ფიზიკურად ძალიან სტკიოდა. After 45 minutes, 45 წუთის I შემდეგ came to his bed. მივედი მასთან საწოლში. I gave him a kiss in his forehead, ვაკოცე შუბლზე and I say to him, და ვუთხარი. Corey, do me a favor. ერთი თხოვნა შემისრულე კორი. Say hello to Jesus for me. იესოს ჩემთვის მოკითხვა გადაეცი. He looked me in the eye, თვალებში შემომხედა, smiled, გამიღიმა and he told me, I will. და მითხრა, გადავცე. He died 3 months later. 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. But the amazing part of the story is, მაგრამ საოცარი ნაწილი ამ ისტორიაში I went to this home to encourage the people. I went to this home to ministry to them. არის ის, რომ მე ამ ოჯახში რომ მივდიოდი, მინდოდა რომ მე თვითონ მოვმსახურებოდი ამ ადამიანებს. But instead of that, they encouraged me, they ministered to me. მინდოდა რომ გამემხნევებინა, მაგრამ ამის სანაცვლოდ თვითონ მომემსახურნენ, თვითონ გამამხნევეს. Because when I was talking to Corey's mom and dad, იმიტომ რომ როდესაც კორის დედას და მამას ვესაუბრებოდი, I saw in their faces the peace of the Lord. მათ სახეებზე დავინახე უფლის მშვიდობა. This kind of peace that transcends all human understanding. ეს არის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება. They understood that even in those times, მათ ესმოდათ, რომ ასეთი განსაცდელის ჟამსაც Jesus was walking with them in this difficult time of life. იესო იყო მათთან აი ამ სირთულეში. Jesus knew about pain. იესომ იცის ტკივილი რას ნიშნავს. He was sacrificed in the cross. ის ხომ შეეწირა ჩვენთვის ჯვარზე. He suffered a horrible pain. მან ძლიერი ტკივილი გადაიტანა. And Corey, mom and dad, და კორის მშობლები, they were grieving, of course. რა თქმა უნდა, ისინი წუხდნენ, But they understood that when God allowed trials in our lives, მაგრამ იცოდნენ და ესმოდათ, რომ ღმერთი უშვებს is to teach განსაცდელს us, ცხოვრებაში. იმისთვის რომ გვასწავლოს, that He is walking with us. რომ ის არის ჩვენთან.
God spoke to my heart in a powerful way. და ეს ჩემს გულს ძალიან ძლიერ დაელაპარაკა. And I said, Lord, და მე ვუთხარი, უფალო, teach me this, I have the speech of your Holy Spirit. მე ხომ მაქვს ღმერთო შენგან მონიჭებული ეს ნიჭი. Jesus said, in this world you will have tribulations. იესო დაგვპირდა რომ თქვენ გექნებათო გასაჭირი დედამიწაზე. I hope and I pray in my heart და ჩემს გულში იმედი მაქვს და ვლოცულობ, that you have in your life the peace of Jesus. რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს უფლისაგან მშვიდობა. This kind of peace that take you in the difficult times of your life. მშვიდობა, რომელიც შეძლებს რომ გადაგატანინოთ ყოველი განსაცდელი და სირთულე. So I'm going to play a beautiful song. ახლა დავუკრავ შესანიშნავ ნაწარმოებს, It is well with my soul. რომელსაც ქვია ჩემი სული კარგად არის. You want to read the story of them? I'm going to play two more songs. ორი ნაწარმოები კიდევ უნდა შეგისრულოთ. I know Christmas is far away. ვიცი რომ შობა ჯერ კიდევ წინაა. We celebrate Thanksgiving yesterday on Sunday. კვირას ჩვენ აღვნიშნეთ მადლიერების დღე And I give thanks to the Lord for my salvation. და მე ვემადლიერები უფალს იმისთვის რომ მიხსნა.
The Bible said in Ezekiel that God did a spiritual surgery in our lives, in the believers' lives. ეზეკიელის წიგნში აღწერილი არის სულიერი ოპერაცია, რომელსაც ღმერთი ატარებს ჩვენს ცხოვრებაში. He said that he took away a heart of stone ასე წერია, მან ამოიღო ქვის გული and he put a heart of flesh. და ჩადო ხორცის გული. I'm so grateful for that. ამისთვის ვარ ძალიან მადლიერი. I'm so grateful that I have a relationship with him მადლიერი ვარ, რომ მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა. through Jesus. იესო ქრისტეს მეშვეობით. I know Christmas is far away, but Christmas is my favorite time of the whole year. მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ წინ არის შობა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტკბილი დღესასწაულია. You know, a lot of people accept the baby Jesus. ძალიან მრავალი ადამიანი ღებულობს ახალშობილ იესოს. A lot of people accept the baby, innocent Jesus, peaceful Jesus. ეს არის ახალშობილი, უწყინარი, მშვიდობიანი იესო. But Jesus grew up. მაგრამ იესო ხომ გაიზარდა. And then he started to talk about, take you the cross and follow me. გაიზარდა და დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გინდა მიყვე მას, უნდა აიღო ჯვარი და ისე გაყვე. And then he started to talk about justice. And he started to talk about things that the humans don't want to hear. დაიწყო მან საუბარი ასევე სამართლიანობაზე და ისეთ რაღაცებზე, რომ ადამიანებს აღარ უნდათ მისი მოსმენა. And then he started to talk about obedience and sacrifice. საუბრობს იგი მორჩილებაზე, მსხვერპლის გაღებაზე And we don't want that. და ეს არ გვინდა ხოლმე. That's why people accept the baby Jesus, but ამიტომაც they reject the Jesus, man God. ხალხი ღებულობს პატარა ახალშობილ იესოს, მაგრამ ზრდასრულ იესოს აღარ ღებულობენ. I'm going to play this Christmas song that is very beautiful. ძალიან ლამაზი საშობაო ნაწარმოები მინდა რომ შეგისრულოთ. And when I play the song, და როცა მას უკრავ ხოლმე, I can see in my mind people just dancing, celebrating Jesus' გონებაში birth. წარმოვიდგენ ხოლმე ცეკვით როგორ აღნიშნავენ მის შობას.
so much. I'm going to play one more song. კიდევ ერთი ნაწარმოები მინდა რომ შეგისრულოთ I want to thank you so much for coming. და მინდა რომ გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა რომ აქ ხართ. The song I'm going to play და რასაც ახლა დავუკრავ, is the more important song in my whole repertoire. მთელი ჩემი რეპერტუარიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. The name of the song is Via Dolorosa, და ამას ქვია Via Dolorosa. the street of pain. ტკივილის ქუჩა. Talk about Jesus walking in the smallest streets of Jerusalem, სადაც საუბარია იმაზე რომ იესო იერუსალიმის ვიწრო ქუჩებში მიდის. with a heavy cross in his back. ზურგზე აქვს აკიდებული მძიმე ჯვარი. Roman soldiers რომაელი ჯარისკაცები marching him to Roman soldiers playing drums, წინ მიუძღვიან დრამზე დაკვირით. marching him to Calvary. მიუძღვიან გოლგოთისკენ. People around Jesus crying, იესოს გარშემო ადამიანები ტირიან. some other people laughing. ზოგიერთი დასცინის. Jesus dying for you and for me to give us eternal life. იესო ქრისტე მოკვდა შენთვის და ჩემთვის რომ მოეცა საუკუნო სიცოცხლე. You see, in Hebrews, ებრაელთა წერილში say that God never going to remember our sins no more. წერია რომ ჩვენს ცოდვებს აღარ გაიხსენებს. Hebrews 14:10 say that for one sacrifice he made us perfect. ებრაელთა 14:10-ში წერია რომ ერთი მსხვერპლის შეწირვით სრულგვყო. Perfect what? რა შეგვსრულყო? Perfect forgiven. სრულყო პატიებაში. Perfect accepted. მიგვიღო სრულიად. The Bible said that we are co-heirs with Jesus. და ასევე წერია რომ ჩვენ ვართ თანამემკვიდრენი იესოსი. Jesus paid for all our sins, past, present, future. ყველა ცოდვისთვის გადაიხადა ფასი წარსულში, აწმყოში და მომავალში ჩადენილი. That is the amazing sacrifice of Jesus in the cross. ეს ხომ საოცარი მსხვერპლია იესო ქრისტესი ჯვარზე რომ გაიღო. My question to you tonight, ახლა კი ჩემი შეკითხვა თქვენთვის. do you know Jesus as your Savior? იცნობთ იესოს როგორც მხსნელს. I'm not talking about religion. არ ვსაუბრობ რელიგიაზე, I'm talking about relationship. ვსაუბრობ ურთიერთობაზე. Do you know the Lord Jesus as a It's not. relationship? უფალ იესო ქრისტეს და გაქვთ მასთან პირადი ურთიერთობა. Do you know the peace of His Holy Spirit in your life? The peace of the Holy Spirit in your life. იცით სულიწმინდის მიერ მოცემული მშვიდობა. I'm talking to you that is watching me also in internet. თქვენ გელაპარაკებით, ვინც ასევე უყურებს ონლაინში. If you don't know Him, თუ არ იცნობთ იესო ქრისტეს, pray with me this simple prayer მაშინ ჩემთან ერთად გაიმეორეთ ეს მარტივი ლოცვა. from your heart. თქვენი გულიდან. Jesus, იესო, Lord, უფალო, today I want to give you my life. დღეს მინდა მოგიწყნა ჩემი ცხოვრება. Lord, I confess that I am a sinner. ღმერთო, ვაღიარებ რომ ვარ ცოდვილი I need you, Lord. და მჭირდები შენ. I believe you are the Son of God that died and raised from dead. მე მწამს რომ შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ძე, რომელიც მოკვდა და მესამე დღეს აღდგა. From now on, you are the Lord of my life. დღეიდან შენ ხარ ჩემი ცხოვრების უფალი. In Jesus' name I pray. იესოს სახელით. ამენ. I'm going to play Via Dolorosa, this beautiful rendition. მინდა დავუკრა ახლა თქვენთვის Via Dolorosa, შესანიშნავი ნაწარმოები.
Thank you so much. Thank you for coming. უღრმესი მადლობა, რომ მოხვედით, უფალმა გაკურთხოთ ყველა.